მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თემაა დაპირებული და ანონსებული საჯარო ტაროს პროგნოზი 2025 წლის გაზაფხულის ენერგიებთან დაკავშირებით, რომელსაც შემოგთავაზებთ 12-ვე ზოდიაქოს ნიშანს. მოგეხსენებათ 12 ზოდიაქოს ნიშანი გვაქვს ხომ სულ, ამიტომ მე გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ვიდეო ჩანაწერების სერია, სადაც თითოეულ ვიდეოში განვიხილავ 3 ზოდიაქოს ნიშანს, 3 ზოდიაქოსთვის განკუთვნილ პროგნოზს თემაზე ამ წლის გაზაფხულის სიახლეები, კერძოდ რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის ამ წლის გაზაფხულზე, რა ენერგიები შემოვა, რა სიახლეები გელით და ასე შემდეგ, ხო? ზოგადი ასე ვთქვათ მოცემულობა თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. და რა თქმა უნდა მივყვები ქრონოლოგიურად და ამ ვიდეო ჩანაწერში მე შემოგთავაზებთ საჯარო ტაროს პროგნოზს პირველ 3 ზოდიაქოს ნიშანს, კერძოდ ვერძებს, კუროებს და ტყუპებს. და მოდით ვნახოთ რა ენერგიები შემოვა თითოეული თქვენგანისთვის, რა ენერგიები შემოვა ამ წლის გაზაფხულზე, რა სიახლეები შემოვა და ზოგადად რა სურათს დაგვეხატავს ტაროს კარტი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. აქვე დამატებით აღნიშნავ, რომ წარმოდგენილი სეანსები ჩემი მეგობრებო არის საჯარო სეანსები, ხოლო უფრო დეტალური, უფრო პირადი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ჩაეწეროთ პირად დიაგნოსტირება კონსულტაციებზე, რისთვისაც უნდა მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. და მოდით ვნახოთ გაზაფხულის ენერგიები თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. პირველი, რა ენერგიები შემოდის თქვენს ცხოვრებაში ვერძების შემთხვევაში, ხო? ვერძებისთვის. რა ენერგიები შემოდის ვერძების ცხოვრებაში ამ წლის გაზაფხულზე. რა ენერგიები შემოდის კუროების ცხოვრებაში ამ წლის გაზაფხულზე. და რა ენერგიები შემოდის ტყუპების ცხოვრებაში ამ წლის გაზაფხულზე. მედიო კარგად ჩანს ყველა არკანი. ვერძების შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ ამ წლის გაზაფხულზე შემოვა მრავალი სიახლე, მრავალი ცვლილება, რაც შესაძლოა ვერძებს წინასწარ არ ქონდეთ გათვლილი და გაანგარიშებული. რაღაც მოულოდნელი გამართლებები გექნებათ ამ წლის გაზაფხულზე, იღბალი თქვენსკენ შემოტრიალდება, ფორტუნა ნამდვილად გაგიღიმებთ. ეს არის საკმაოდ იღბლიანი და საკმაოდ წარმატებული პერიოდი ვერძებისთვის, ვინაიდან სამივე არკანი, რომელიც ამოდის ვერძების პროგნოზში, არის საკმაოდ დადებითი არკანი და პირველივე რაც შესაძლებელია ამ პროგნოზზე თქვას ესეთმა ტაროლოგმა, მხედველმა ადამიანმა, ხომ, ეს არის იღბალი, გამართლება, მოულოდნელი ცვლილებები, ფულად თემებთან დაკავშირებული ან ბიზნესთან დაკავშირებული წარმატებები. იღბალი გიმართლებთ ნამდვილად, თქვენს მხარეზეა, გაგიღიმებთ აუცილებლად. თუ რა თქმა უნდა თქვენის მხრიდან იქნება შემდეგი დამოკიდებულება, რომ არ იქნებით სკეპტიკურები, არ იქნებით ჩაკეტილები თქვენს შიდა წრეში, მიიღებთ ამ ცვლილებებს, გახდებით უფრო ლავირებადი, უფრო ცვლილებების მიმღები და ამყოლი, არსებული ენერგიებისადმი ამყოლი და მიმდობი. ამ შემთხვევაში თქვენ ფორტუნა აუცილებლად გაგიღიმებთ, ვინაიდან არკანი ბედის ბორბალი გეუბნებათ შემდეგს, რომ ხანდახან ადამიანი უნდა მიენდოს ბედს, უნდა მიიღოს ის მინიშნებები, უნდა შეძლოს უბრალოდ იმ მინიშნებების მიღება, რასაც სამყარო მას უგზავნის და ზოგადად ასეთ მინიშნებებს სამყარო ყველა ადამიანს გვაძლევს, ხომ? უბრალოდ ვიღაცას მეტად აქვს უნარი, რომ დაინახოს ეს მინიშნებები და წაიკითხოს ეს მინიშნებები, ხოლო ვიღაცას ნაკლებად აქვს, ხო, ამის უნარი. არიან უფრო სკეპტიკოსი ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია
აინტერესებთ ბევრი რამ და ინტერესით არიან გამსჭვალული, ზოგადად თუნდაც შემეცნებითი თემებით, თუნდაც ეზოთერული თემებით, მაგრამ ამავდროულად მუდამ დასცინიან, შეიძლება ასე ითქვას, და სკეპტიკურად არიან განწყობილნი ამ ინფორმაციის მიმართ და ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც ავრცელებს ამ ინფორმაციებს და არის გამავრცელებელი ამ ინფორმაციების, ასევე იმ ადამიანების მიმართაც არიან სკეპტიკურად განწყობილები, რომლებსაც უფრო სჯერათ და უფრო რწმენით არიან, ხო? ამ შემთხვევაში ვერძებს ეუბნება აღნიშნული არკანი, რომ გჯეროდეს, გწამდეს იმისთვის, რომ გაგიღიმო, იმისთვის, რომ ბედმა გაგიღიმოს, იმისთვის, რომ ფორტუნამ წყალობის თვალით შემოგხედოს, ხო? მაგრამ აქ არ არის საუბარი ბრმადმინდობაზე, რა თქმა უნდა, აქ საუბარია ისეთ მოცემულობაზე, როდესაც ადამიანს შეუძლია სამყაროსეული მინიშნებების დანახვა და როდესაც ხა სამყარო ჩვენს ენაზე ვერ დაგველაპარაკება, ხო? ქართულად ვერ დაგველაპარაკება ან ნებისმიერ ენაზე, რომელზეც ადამიანები ვსაუბრობთ. სამყაროს აქვს სიმბოლიკის ენა და ჩვენ ეს სიმბოლოები უნდა დავინახოთ. თუნდაც ის, რომ დღეს შესაძლებელია ვერძების გარკვეული ნაწილი წარმომადგენლები, რომ მისმენთ და ისმენთ ამ ინფორმაციას, ესეც ერთგვარი მინიშნებაა ამ გაშლასაც, რომელსაც ზოგი სპონტანურად შემოხვდება ონლაინ ვირტუალურ სივრცეში, ზოგი ვთქვათ, ვინც აქტიური გამომწერები ბრძანდებით, მათ ისედაც შესთავაზებს, ხო, Facebook-ის ალგორითმი ესე მუშაობს, რომ სთავაზობს გამომწერებს და ამა თუ იმ თემით დაინტერესებულ ადამიანებს სწორედ იმ თემატიკის პოსტებს თუ ვიდეო ჩართვებს, რომლითაც დაინტერესებულია, ხო, ადამიანი. ზოგადად ხელოვნური ინტელექტი ასე მუშაობს, რითიც დაინტერესებულები ვართ, ის ტრიალებს ჩვენს newsfeed-ზე და ჩვენს ონლაინ სივრცეში. ამიტომ ესეც შეიძლება ერთგვარი მინიშნება იყოს ეს ვიდეო, თუ კი უსმენთ და ვინც უსმენთ, მათ გასაგონად ვამბობ, ამავდროულად ეს იღბლის და გამართლების მომენტი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გზასთან, მოგზაურობასთან, გადაადგილებასთან. შესაძლებელია იქ, სადაც დღეს იმყოფებით, არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გქონდეთ და ამიტომ სადღაც გულის სიღრმეში ან ინტუიციურად ფიქრობდეთ, რომ აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლება, უნდა მოვძებნო რაღაც სხვა, უკეთესი მოცემულობა, შევცვალო რაღაც. შესაძლებელია ამას გრძნობდეთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაღაცა შესაბამის ენერგიებს ვერ გრძნობდეთ, რომ ამისთვის მზად ხართ, ან თქვა არ გქონდეთ შესაბამისი რესურსები, ხო? მაგრამ ეს რესურსები აუცილებლად გამოჩნდება გაზაფხულიდან, ვინაიდან ეს ცვლილებები, ეს ქაოსური ერთი შეხედვით ცვლილებები შემოდის თქვენს ცხოვრებაში და თქვენ უკეთეს რეალობაში გადადიხართ, როგორც აღნიშნა, ეს შესაძლებელია იყოს დაკავშირებული სამსახურის შეცვლასთან, თუნდაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, მოგზაურობასთან, ფულად ბიზნეს პარტნიორულ თემებთან, ფულად თემებთან და ამავდროულად სამსახურის თემებთან, ხო? აი, ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელიც სამსახურებრივი თემატიკით არის დაკავშირებული, ეს არის შრომა, ხო? ეს შეიძლება იყოს თუნდაც საკუთარი ბიზნესის ფლობა, ეს შეიძლება იყოს სადმე სხვა სამსახურში დასაქმებულის მდგომარეობაში ყოფნა, არ აქვს მნიშვნელობა, რაც არ უნდა იყოს. ყველაფერი აი ამ სფეროებთან დაკავშირებული შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, უბრალოდ ცოტა მეტი განბედაობა, ცოტა მეტი რისკიანობა და რა თქმა უნდა სამყაროს ნიშნების კითხვა, სამყაროს მინიშნებების კითხვა და მათ შესაბამისად, აი ამ ნიშნების შესაბამისად მოქმედებაა საჭირო ვერძებო. აი ამას ვეტყოდი მე ვერძებს და მოდით ვნახოთ ახლა რას ეუბნება ტარო კუროებს, ხო? რას ეუბნება ტარო კუროებს. კუროების შემთხვევაში ჩვენ რაღაცა არჩევანის თემას ვხედავთ, ანუ გაზაფხულიდან შესაძლებელია კუროები დადგნენ გარკვეული არჩევანის წინაშე. მათ შეიძლება მიიღონ საკმაოდ სარფიანი ესეთი მაცდური შემოთავაზებები, წინადადებები, რაც კუროების, ასე ვთქვათ, ბუნებაში გააღვიძებს სურვილის ძალას, სურვილის ენერგიას, რომ რაღაცა მოეჭიდონ, რაღაცა გადმოვიდეს მათ ფლობაში. ერთგვარი კონკურენციის უნარსაც გააჩენს, გააძლიერებს უფრო სწორედ მათში, ხო? იმიტომ რომ აქ ჩვენ ვხედავთ
არკან ძალას, რომელიც არის რაღაც ჩვენი შინაგანი ფიზიკური სასიცოცხლო ენერგია პირველ რიგში, ჩვენში არსებული თუნდაც კონკურენციის უნარი, კრეატიულობის უნარი, ხო? აი ეს არჩევანი შესაძლებელია კუროებისთვის, სწორედ აი ამ მდგომარეობის მიღწევასთან იყოს დაკავშირებული და ეს არჩევანი არ არის მარტივად გასაკეთებელი, ვინაიდან კუროები საკმაოდ დინჯი, სტაბილური ბუნებით გამოირჩევიან, ამიტომ მათთვის რაღაცა უცხო, ახალი, რთულად მისაღებია, ისინი ბევრს ფიქრობენ, ხანგრძლივად ფიქრობენ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, მაგრამ რაღაცა კონკრეტული არჩევანის წინაშე რომ ნამდვილად დადგებით კუროები, ეს ცალსახად ჩანს. ამავდროულად გაძლიერდება თქვენში ამ წლის გაზაფხულზე ესეთი ქარიზმატულობა, ვნება, სიყვარულის სურვილი. მაგრამ აქ ერთი რჩევა იქნებოდა კუროებისთვის, რომ ძალიან ღრმად არ ჩაეფლოთ მატერიალური ტკბობის მდგომარეობაში, ვინაიდან აქ არსებობს ერთგვარი ცდუნების საფრთხეც და შესაძლებელია აი ამ ყველაფერს ჯამში გარკვეული ავენტიურის სუნიცას დიოდეს, ვინაიდან აქ ბოლოში ჩვენ ვხედავთ არკან ეშმაკს. ეს არის საკმაოდ ესეთი მჭიდრო კონტაქტების, ფართო კონტაქტების არკანი, რომელიც ადამიანს სთავაზობს ისეთ მსუყე შემოთავაზებებს, მაცდურ შემოთავაზებებს, რომელზეც ძალიან რთულია, რომ უარი თქვა. ამიტომ თუ კი ასეთი სიტუაციები გექნებათ გაზაფხულიდან კუროებს, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჯერის პრინციპით იმოქმედეთ, კარგად შეამოწმეთ ყველაფერი, ყველაფრის საფუძველი იქნება ეს საქმიანი შემოთავაზება, თუ იქნება ეს პირადი პარტნიორული ურთიერთობების თემატიკა, კარგად ღრმად გაანალიზეთ სიტუაცია, მოიფიქრეთ ყველაფერი, დინჯად ისე როგორც კუროებს ჩვევიათ და ისე მიიღეთ არჩევანი, ისე მიიღეთ გადაწყვეტილება და ისე გააკეთეთ არჩევანი. ამავდროულად აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა კუროებისთვის, რომ ზოგადად კუროს ზოდიაქო იმართება პლანეტა ვენერათი, ხომ? პლანეტა ვენერა ეს არის ჩვენი ხორციელი სიამოვნებების, ტკბობის, სიყვარული, როგორც ასეთი ხორციელი სიყვარული, ხო? ეს არის ვენერას მახასიათებელი ნიშანი. ამავდროულად ვენერა დაკავშირებულია ჩვენს კვებასთან და საკვებისგან მიღებულ სიამოვნებებთან, ხო? მოგეხსენებათ კუროებს საკმაოდ გურმანები არიან კუროები და როგორც და კარგი კულინარები, სხვათა შორის, რამდენადაც კარგად ამზადებენ, ასევე უყვართ გემრიელად მირთმევა, ამიტომ აქ კიდევ ერთი რჩევა კუროებს, რომ ჭარბ სიამოვნებებს მოერიდონ და მოერიდონ ასევე ჭარბად საკვების მიღებას, ვინაიდან ეს სიამოვნებისკენ ტოლვა კუროებში საკმაოდ გამძაფრდება ამ წლის გაზაფხულზე, ამიტომ ვინაიდან სიამოვნებები მრავალგვარი არსებობს მატერიალურ სამყაროში და ერთ-ერთი სწორედ რომ კვებასთან, საკვების მიღებასთან და ნაყროვანებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ, რომ ესეც ერთგვარ მინიშნებად უნდა მიიღოთ კუროებმა. ბალანსი და ზომიერება ყველაფერში საჭიროა, ამიტომ ვინაიდან აქ ორი ესეთი ძლიერად გამოხატული არკანები ამოდის, რომლებიც მიუთითებენ ჭარბ მატერიაში გამოხატულ სიამოვნებებზე და სწრაფვაზე ამ სიამოვნებებისკენ, ამიტომ ესეთი გაფრთხილება შეგიძლიათ მიიღოთ კუროებმა, ნიშნად მიიღოთ კუროებმა აღნიშნული გაფრთხილება და ეცადოთ რომ დაიცვათ ზომიერება ყველგან და ყველაფერში. აი ესეთი პროგნოზი მოგვაწოდა და რომ კუროებთან დაკავშირებით და მოდით ვნახოთ ტყუპები. ტყუპების შემთხვევაში უფრო ისეთი ჯგუფური, გუნდური, უფრო სწორედ
სამუშაოს სამსახურის თემა ამოდის, ეს შეიძლება იყოს საკონსულტაციო საქმიანობა, ეს ტყუპებს კარგად გამოსდით, რაღაცა ინტელექტუალური შრომა, რომელიც დაკავშირებულია რაღაცა კონკრეტულ თემებთან დაკავშირებულ ანალიზთან, პროგნოზებთან და ისეთ სამსახურთან, ისეთ საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებულია მეტყველებასთან, წერასთან, ხო? როგორც ვერბალურ, ასევე წერით კომუნიკაციასთან და რაც მთავარი, ეს სამუშაო არის გუნდური, ხო, რამდენიმე ადამიანი ერთად მუშაობს. გარდა ამისა, ასევე ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს გარკვეულ არა მხოლოდ ინტელექტუალურ საქმესთან, თუმცა ესეც გარკვეულ ინტელექტუალიზმს მოითხოვს, ეს შეიძლება იყოს ხელსაქმე, ხო, რაღაცა ხელნაკეთი ნივთების დამზადება, რაღაცა პირადი ბიზნესის ქონა, სადაც ასევე გუნდური მუშაობაა საჭირო, ეს არ არის ერთი ადამიანის ბიზნესი, ერთი ადამიანის საქმე, აქ მუშაობს რამდენიმე ადამიანი. მაგრამ რაც მთავარია, ამ წლის გაზაფხული ტყუპებისთვის იქნება საკმაოდ დატვირთული, ვინაიდან აღნიშნული არკანი საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმზე და სამუშაო გრაფიკზე მიგვითითებს. ამიტომ ტყუპებისთვის ამ წლის გაზაფხულზე შემოვა უფრო ისეთი სამსახურებრივი თემები ან პირად ბიზნესთან, ვისაც გაქვთ ასეთი პირადი ბიზნესი, ბიზნესთან დაკავშირებული საქმეები, დატვირთული სამუშაო გრაფიკი, მაგრამ ამავდროულად ძალიან კარგი ფულადი ფინანსური შემოსავლები, რომლებიც არ არის მხოლოდ ფინანსური შემოსავლები, ეს ერთის მხრივ არის კი ბატონო პოტენციალი, კარგი მსუყე ფინანსური მატერიალური შემოსავლებისა, მაგრამ ამავდროულად არის რაღაცა ახლის შანსი. შესაძლებელია თქვენ გაგიჩნდეთ იდეა იმისა, რომ გააფართოვოთ თქვენი საქმე, რა საქმეშიც მოღვაწეობთ, ან წამოიწყოთ სრულად ახალი რამ, რომელიც ასევე იქნება ისეთი წარმატებული წამოწყება, ვინაიდან პენტაკლების ტუზი გვესაუბრება სწორედ ძალიან კარგ შანსზე, როდესაც ადამიანს აქვს იმის ადამიანური რესურსი, გონებრივი ბაზისი თუ ფინანსური ბაზისი იმისა, რომ წამოიწყოს რაღაც ახალი და აი ამ ახალმა კიდევ მას მეტი ფინანსური გაფართოება მოუტანოს, ვიდრე თქვა და აქვს მას დღეის მდგომარეობით. ამავდროულად ტყუპებისთვის წარმატებული იქნება გაზაფხულის პერიოდი, ამ წლის გაზაფხული, ვინაიდან მათი ორატორული შესაძლებლობები, მათი ინტელექტუალიზმი, მათი კომუნიკაციის ნიჭი, ხო, ადამიანთან სათანადოდ იქნება დაფასებული და ისინი თავს გამარჯვებულის პოზიციაში იგრძნობენ, ხო, და არა მხოლოდ იგრძნობენ, არამედ ეს ასეც იქნება მათი შრომა, მათი ყოველდღიური, ასე ვთქვათ, მძიმე გრაფიკი, რომელიც მოცემულია პირველივე არკანში და გვიჩვენებს, რომ ტყუპები ამ გაზაფხულზე საკმაოდ სერიოზულად იშრომებენ, დაფასდება ნამდვილად, ისინი წარმოჩინდებიან როგორც თავისი საქმის, თავისი კონკრეტული პროფესიის საუკეთესო წარმომადგენლები, ნიჭიერი წარმომადგენლები, რომლებსაც შეუძლიათ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ისინი აი ამ თავისი კონკრეტული უნარჩვევების მიმართულებით აუცილებლად მიიქცევენ საზოგადოების ყურადღებას და აპლოდისმენტებს, აპლოდისმენტებს გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, ხო, ანუ შექებას, შესაძლებელი იყოს ეს სამსახურში შექება უფროსისგან, გარკვეული რაღაცა ჯილდოს გადაცემა, შესაძლებელია ეს იყოს პრემია, ან სიტყვიერი მადლობის გამოცხადება, ესეც შეიძლება იყოს. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია უფრო სამსახურებრივ თემატიკასთან და პირადი პროფესიული უნარჩვევების, ნიჭების თუ პროფესიული ხედვების გამოვლენასთან, აი ამ მხრივ უფრო საინტერესო იქნება ამ წლის გაზაფხული ტყუპებისთვის და ამავდროულად ეს შესაძლებელია იყოს ახალი იდეების გაჩენასთან, ახალი პროექტების გაჩენასთან, რომელიც იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა ტყუპები მოიწადინებენ და შემდგომ სათანადო რესურსსაც ჩადებენ ამ ყველაფერში, მათთვის ახალი კარი გაიხსნება ფინანსურ სფეროში და ახალი შემოსავლების, ასე ვთქვათ, ახალი პოტენციალების, ფინანსური პოტენციალების გაჩენის შესაძლებლობასაც უწინასწარმეტყველებს ტარო ამ წლის გაზაფხულზე ტყუპებს. აი ასეთი პროგნოზი გვაქვს ტყუპებისთვის და მოდით ვნახოთ შემდეგი სამეული, უკვე შემდეგ ვიდეოში გაჟღერდება ჩემო მეგობრებო.
ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით.